ძალიან ღირსეული მეუფეები მყავს და პირველ რიგში იმიტომ ვცემა მეუფეებს პატივს ყველას რომ უწმინდესის მოსწავლეები არიან რა თქმა უნდა და ხა გამოსვლებს ხო უსმენ ხოლმე რა სათითაოდ ამ მეუფეების და ყველას რაღაც და უდიდესი მოგრძალება უდიდესი სიყვარული უწმინდესის მიმართ და რა თქმა უნდა შინაგანი სიტუაციაც ისეთია რომ მე მგონი რომ ესე ვთქვათ, ღირსეულად გავივლით ამ გზას ამ მეუფეებთან ერთად სინოდის ხსოვნა მაქვს მხედველობაში, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ იქ დამთავრდება ღირსეული მეუფის წოდება ჩემთვის პირადად, როგორც კი პატრიარქის ესე ვთქვათ, ეს წერილის ვინიცობა ვინმე არ ვიცით რომ არ შესრულება რომ დაიწყოს რა ღირსება იქ დამთავრდება ყველანაირი მეოფის როგორც არ უნდა დიდ პატივს წემდებ და ვაფასებდე ხა რა და მე მგონია და დიდი იმედი მაქვს იმისა რომ ერთხმად იქნება გადაწყვეტილება მიღებული აი ამ წერილის რა რაც გინდათ ის დავარქვათ გინდათ ანდერძის და გინდათ რაც გვინდა აი გაწვალებული მოხუცებული ძლივს დაწერილი წერილის რა ეს მინდოდა მეთქვა და სხვათა შორის აი ხო არის ესეთი რაღაცა რომ აი სინოდზე არის ხა ზემოდა ზეწოლა და ეს წვერიანი და ვერ წხვდებიან სინოდს და საერთოდ საქართველოს მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესია რამხელა წონის ამბავია და ეხა მე მინდა განახოთ ზუსტად საბერძნეთის სინოდი რა აი გუშინდელი გადაწყვეტილება საბერძნეთის ეკლესია ეწინააღმდეგება სამოქალაქო ერთსქესიანთა ქორწინებას, რადგან ის გარდაულად იწევს ერთსქესიანთა ესე ვთქვათ, მშობლობას შვილად აყვანის ან სუროგაციის გზით. სინოდს რო შეხედავთ, ეხა პრინციპში ზუსტად ხო, ეხა ანალოგიური რაღაცა არის ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში და ყველა მართლმადიდებლურ სინოდში, ხო? რა თქმა უნდა, შავში შემოსილი, ჯვრით დაკიდებული, დამშვენებული და ასე შემდეგ რა. ამათ მარტო ჩვენი სინოდი უშლით ნერვებს რა, რომ თურმე იქ იმითი დადიან, აქ ამათი მოდიან, იქ აბდენი ხალხი თურმე იქ წადა ესენი კიდე რა შვებია და ეგ არის შეხედეთ, საბერძნეთს მაინც შეხედეთ სინოდი, რა ვიცი, სადაც გინდა სერბეთს შეხედეთ, სადაც გინდა სინოდი არის სინოდი. იმას თავისი დღის წესრიგი აქვს, თავისი პროტოკოლი აქვს, როგორ უნდა იყვნენ ჩაცმული, როგორ უნდა დადიოდნენ. რამდენად მნიშვნელოვანია სამოციქულო ეკლესიაში იყოს სინოდი საერთოდ. ამათ რო კითხოთ საერთოდ არ უნდა იყოს არც სინოდი, არც მეუფე, არც წვერიანი, არ უნდა იყოს. ეს უშლით ამათ ნერვებს, მაგრამ საბედნიეროდ ესე არის, არა მარტო ჩვენ ქვეყანაში. ხო, კარგით, ეს რაც შეეხება სინოდს, უბრალოდ საბერძნეთის სინოდზე მინდა მეთქვა, რომ ცოტა დაგვიანებული ხო არ არის თქო ეს ამბავი, რომ დღეს აპროტესტებენ ამას და ის კანონი მიიღეს, რა კანონით ჩვენ არ მივიღეთ და ეხა განიცდიან ამას და გამოდიან და მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს რა.